ისიც თქვენ რაც მოხდა რამდენიმე საათის წინ. Უკლებლივ ყველა მსოფლიოში ვისაც არ ეზარება, ამაზე წერს. ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებული აღარ არსებობს. და რასაკვირველია თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვთქვათ და ასეც არის, რაც არის ის უნდა ვთქვათ, რომ არა შეერთებული შტატები ბირთვული პროგრამა მაინც შენარჩუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბი, ანუ ბენიამინ ნეთანიახუ და ისრაელი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებდა ირანის კრიტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურას, ამ ყველაფრის მიუხედავად მაღალზე მაღალი ალბათობით ისრაელიც კი ძალიან მძლავრი სახელმწიფო ვერ მოახერხებდა ბირთვული პროგრამის არათუ შეჩერებას, არამედ გაჩერებას კი არა დასრულებას. ტრამპი უცნაური კაცია. ტრამპი ამ იერიშამდე 36-38 საათით ადრე ამბობდა, რომ მოლაპარაკება აუცილებელიაო. ვის არ ელაპარაკებოდა თემაზე, რომ მოლაპარაკება აუცილებელია, მე ოდნავ მოგვიანებით ერთ ფიგურანტზეც ვისაუბრებ, ოდნავ მოგვიანებით 5-6 წუთში, მაგრამ მანამდე ტრამპი საეჯერა თითქოს ირანის ხელისუფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, ანუ ირანის ხელისუფლება უარს არ ამბობდა საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე, მაინც ჰქონდა იმედი, ესეთი მბჟუტავი, რომ შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ 2 კვირაში ყველაფერი დასრულებული იქნებაო და თეირანში ბუნებრივია ფიქრობდნენ, რომ 2 კვირა მაინც ჰქონდათ საიმისოდ, რომ როგორღაც გაეწელათ მოლაპარაკებები, გაეწელათ პროცესი, ჩაერთული ყოფილიყო ამ პროცესში რუსეთი, რომელიც იხვეწებოდა, რომ ჩამრთეთ და მე მოვაგვარებ, ოღონდ რუსეთს თავისი ინტერესი ჰქონდა, რასაკვირველია, ანუ რუსეთს უნდა რომ გაეჭიმა პროცესი და მიემართა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომ იქნება და ამ უკანასკნელებს მოეხდინათ დაკვირვება ირანის ბირთვულ პროგრამაზე და მე რა გინდა რა ფორმით ეთქვათ, რომ იცით რა, არავითარ ბირთვულ ბომბს რეალურად არ ქმნის ირანი და რას ვერჩით, რას გადავეკიდეთ. მაგრამ ტრამპი აკიკითხავთ უცნაური კაცია, მეთქი და 36-38 საათით ადრე თუ ამას ამბობდა, 36-38 საათის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უპრეცედენტო არის, ან უფრო ზუსტი რომ იყო უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და ტრამპი თუ აქამდე ამბობდა, რომ ჩემი პირველი კადენციის დროს არავითარი იერიში, არავითარი სამხედრო ქმედებებში არ იყო ჩართული, ომში არ იყო ჩართული შეერთებული შტატები, ახლაც ეს თქმა შეიძლება განა არა, იმიტომ რომ მე არ მგონია და არც არავის გონია მსოფლიოში ვინც საგადაზრონებს, რომ ირანის დაკადნება, ირანის მუქარა, რომ ღირსეულ პასუხს გასცემს პირველ ყოვლისა შეერთებულ შტატებს და გასცემს სამარადისოდ, ანუ მარადიულ ომში გადავა ეს ყველაფერი, ეს ახდენადი, ან შეძლებადი, ან მოხერხებადი ამბავი იქნება, ანუ ირანი ბაქიბუქობს, მაგრამ ბაქიბუქს იქით რასაკვირველია პროცესები არ წავახლა, კითხვა ამგვარია, მოახერხებს თუ არა გარე აქტორი ისრაელი, არა გარე აქტორი შეერთებული შტატები, არამედ სწორედაც რომ ირანელი ხალხი აიათოლების რეჟიმის დამარცხებას. იმიტომ რომ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყება, მე ამას ვამბობ არა მხოლოდ იმიტომ რომ წამიკითხავს მეცნობი რაღაც მედიის სხვადასხვა საშუალებებს და ასე შემდეგ, რაც ამას ვარაუდობენ სწორედაც, რომ არც იმიტომ ვამბობ, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან არც არასოდეს გახმიანებულა მესიჯი სახმელეთო ოპერაციის დაწყების აუცილებლობის თაობაზე და შეერთებული შტატების ჩართულობის თაობაზე, არამედ იმიტომაც, რომ სახმელეთო ოპერაცია პრინციპში იქნება კონტრპროდუქტიული და რაღაცა სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყება, შესაბამისად ახლა ბანკოს ერთ-ერთი ქაღალდი უჭირავს სწორედაც რომ ირანელ ხალხს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაამხობს თუ არა აიათოლების რეჟიმს და თუ დაამხობს, როგორ დაამხობს, ვიყოთ გულახდილნი ამის რესურსი ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობით და ღმერთმა უწყის რა მოხდება ხვალზე, ამის რესურსი ირანელ ხალხს მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან ღირსეული მოქალაქეები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ და უპირისპირდებიან აიათოლების რეჟიმს, იმ რეპრესიულ ვითარებაში ამის რესურსი ირანელ ხალხს არ ანაკლებად აქვს, კვლავ ვიმეორებ დღევანდელი მდგომარეობით. ამ ყველაფერისა და გამო ქართველმა მიმოხილველებმა ერთმანეთზე უკეთესი სტატუსები დაწერეს, მე ჩავიკითხავ ფრაგმენტულად მაინც რამდენიმეს, ასე მაგალითად ირაკლი მელაშვილი წერს. მისი ადრესატები, როგორც ვხვდები, არიან პირები, რომლებიც აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამავე კონტექსტში ვიტყვი, ახლა უკვე ესეთი შუაშისტური პოზიციის დაკავების შესაძლებლობა
არავის არ ექნება, მათ შორის მით უფრო არ ექნება ფართო გაგებით რეგიონში არსებული ქვეყნების de facto თუ de jure ხელისუფლების წარმომადგენლებს აქედან გამომდინარე საქართველოსაც მოდი ვაინც ესე ვთქვათ მოსთხოვენ ან საქართველო იძულებული იქნება ვალდებული იქნება რომ დააფიქსიროს ღია პოზიცია და ეს პოზიცია მოდი ვიყოთ გულახდენილი საკმაოდ რთული დასაფიქსირებელიც არის ცხადია ხვდებით რომ მე არ ვიცავ ამ არსებულ ივანიშვილი კობახიძის რეჟიმს რთული დასაფიქსირებელია იმიტომ რომ ირანი არა მეზობელი სახმელეთო, მაგრამ ერთგვარი პარტნიორი სახელმწიფო კი არის საქართველოსთვის და ეხლა მკვეთრად გადახტომა, გადაბარგება ისრაელის ნავში, ხო, ისრაელის მხარეს რთულია, მაგრამ თუ რამ პოზიცია უნდა დააფიქსიროს, აქვე ვიტყვი, რომელიმე ქვეყნის, რომელიმე ნორმალურმა ხელისუფალმა, სწორედაც რომ უნდა დააფიქსიროს პროისრაელური პოზიცია, თუმცა აქაც საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ სერიოზული გამოწვევებია. მათ შორის მისი პოზიციის თანხმედრის აუცილებლობა თურქეთთან თანხმედრა კარგი იქნებოდა რომ თანხმედრა გქონოდა თურქეთის პოზიციასთან და ვერ გვექნება უბრალოდ და თურქეთი ჩვენი მძლავრი მეზობელი პარტნიორი სახელმწიფოა რომლის ლიდერმაც მასზე მოგვიანებით კიდევ ვილაპარაკებ დააფიქსირა მკვეთრად ანტი-ისრაელი პოზიცია ამ დაბომბვამდე 24 საათით ადრე ბევრი რამ ხდებოდა მეთქი მსოფლიოში ერდოღანზე კიდევ ვისაუბრებ აქვე ვიტყვი რომ ფაშინიანმაც დააფიქსირა ანტი-ისრაელი პოზიცია და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ de facto ხელისუფლებას მაინც ალბათ მოუწევს თუ რამეზე ფიქრობს საერთოდ დაფიქსირება პოზიციისა ანტი-ირანულისა ეს აქვე უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ თამაში არ გამოვა. და ეს თუ გამოასწორებს ისის ბჭყალებში დაშვებულ შეცდომას ირაკლი კობახიძის მიერ, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ სტუმრობდა ირანს და იყო გასვენებაში ირანის პრეზიდენტისა და სადაც მასთან ერთად აი გასვენებაში რომ იყო, იცით ეს კადრები დღესაც ვრცელდება ინტერნეტში, იდგნენ ხამასისა და ჰეზბოლას ლიდერები, იდგნენ ტერორისტები და ისინი ისევ როგორც მთელი დარბაზი სკანდირებდნენ სიკვდილი ამერიკას ამერიკა კი ამას მოდი აი ესე ვიტყვი არავის შეარჩენს მეთქი ამგვარ კი კობახიძეს არ უთქვამს სიკვდილი ამერიკასო მაგრამ ვერს გააპროტესტებდა და რაღა იქ იყო აქედან გამომდინარე ის ერთგვარად პასუხისგებელია ერთგვარად მასზეც ნაწილდება პასუხისგებლობა იმის თაობაზე რაც მოხდა ეხლა ირაკლი მელაშვილზე სტატუსს დაუბრუნდეთ სხვა სტატუსებსაც ჩავიკითხავ შეძლების დაგვარად ირაკლი წერს მთელი სტატუსი, ამიტომ მე რამდენიმე ამონარიც გაგაცნობთ. 2015 წელს სულიერმა ლიდერმა ირანისა აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ 25 წელიწადში ისრაელის სახელმწიფო არსებობას შეწყვეტდა. დიახ, არსი მთავარი ამბავი გარდა ბირთვული პროგრამისა არის ის, რომ ირანი და მთელი მუსლიმური სამყარო, ან მოდი ესე ვიტყვი, მუსლიმური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი არის ისრაელის სახელმწიფოს არსებობის წინააღმდეგ 48 წელს შეიქმნა ჩვენს დროებაში ოდესღაც შექმნილი და არსებული ისრაელის სახელმწიფო და ის ეგზისტენციური საფრთხე იყო და არის ირანისათვის აგი ამანაც დაადასტურა თუმცა ისრაელის სახელმწიფოს გაუქმება უნდა რა ირანს სწორედ ამას ვერ პატიობს ესე ვიტყვი ამასაც ვერ პატიობს დამატებით ისრაელი ირანს 2017 წლის ივნისში ირანის დედაქალაქ თეირანში პალესტინის მოედანზე დააყენეს ისრაელის განადგურების საათი, რომელიც დროის უკუთვლას აკეთებდა, ეს მართლაც ასეა, კარგია რომ ირაკლი გაიხსენა ეს ბევრს არ ახსოვს ესე პირიქით ტრიალებდა და უნდა 25 წელიწადში უნდა დასრულებულიყო ეს პროცესი, მაგრამ ვინ აცადა ირანს და გაიგო თუ არა ისრაელმა ამბავი იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ხანიღა იყო დარჩენილი იმისათვის, რომ აიათოლების რეჟიმს შეექმნა გაეცადა ბრძანება ბირთვული იარაღის საბოლოოდ შექმნის თაობაზე, ან ურანი გამდიდრებული იყო და კიდევ უფრო მეტად გამდიდრებული იყო ისე, რომ ბირთვული ბომბი შექმნილიყო, სწორედ ამ დროს მიიტანა ბიბი მიერიში. როცა განვჭით ისრაელის ან შეერთებული შტატების ქმედებას, თუ რატომ გამოიყენეს სამხედრო სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ რატომ დაბომბეს ირანი, ერთი წამით წარმოიდგინეთ ჩვენი თავი ისრაელის ადგილზეო, ამბობს ირაკლი მელაშვილი, რომ არსებობს ქვეყანა, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანია ჩვენი სახელმწიფოს განადგურება. დიახ, თუ წარმოვიდგენთ, რომ ვიღაცა გვემუქრება ჩვენ,
ოღონდ ძალად შეგვწევს ყველაფერთან ერთად. განადგურებით გვემუქრება ოღონდ ძალად შეგვწევს, ბუნებრივია ჩვენ მოქმედებთ ისე, როგორც იმოქმედა ისრაელმა. ეხლა მე ამ ვრცელი სტატუსის ერთ ეპიზოდს ერთ ნაწილს აგითხავთ. 30 წლის განმავლობაში არ გაჭრა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, არც ერთი ქვეყნის არანაირმა მოლაპარაკებებმა. ობამამაც კი სცადა ირანის დეიზოლაცია ლოზანაში. ცნობილი შეთანხმებაა ეს, წელს გავიხსენებ, რომ მოვინდომო 2014 თუ არ ვცდები, ანუ 11 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა 2014, 2008-ში მოვიდა ობამა, 2009-ში მოვიდა ობამა, 2014-ია, იმიტომ რომ მეორე კადენციის დროს არის და ობამამაც კი ვერაფერი ვერ გააწყო ირანის ხელისუფლებასთან და ვერ შეაჩერა ირანის ბირთვული პროგრამა. არც ერთი ქვეყნის არანაირი მოლაპარაკებამ, არანაირი გაეროს რეზოლუციებმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის გაფრთხილებებმა, რათა ამ სახელმწიფოებს ეუარი ეთქვა ბირთვული იარაღის შექმნაზეო წერს ირაკლი. ხელში ჰქონდა, ვაკეთებ ოდნავ დროში, დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ეს ქვეყანა ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რომ ყველაფერთან ერთად გადაწყვეტილების მიღება დაარტყას თუ არა ატომური იარაღით ჩემს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ისრაელს, თუმცა ანალოგად ირაკლი ახსენებს საქართველოს, ანუ ჩვენ რო გქონდეს ეს ვითარებაო, ჩემს ქვეყანას დამოკიდებულია ფაქტობრივად ერთ ფანატიკოსზე, ანუ აიათოლაზე და ამაზეა საუბარი. მოკლედ ირაკლის ეს სტატუსი ცხადია, ყველაზე კარგია, ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი წავიკითხე ბოლო პერიოდში. თუმცა აქვე უნდა გავიხსენო ზაზა აბაშიძის სტატუსი, რომელიც დეტალურად და კარგად გვიხსნის შევალ ბარებ თქვენის ნებართვით ზაზა აბაშიძე, რომელიც კარგად გვიხსნის ბოლო მომენტში რამ განაპირობა ტრამპის გადაწყვეტილების მიღება, ტრამპმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუ ჩავედი უფრო სუსტი რო ვიყო, ზაზას სტატუსი თითქოს იყო და ხო, არის აქ, დიახ, 4 საათის წინ წერს ზაზა, საჰაერო დარტყმების განხორციელებამდე ერდოღანის მედიაციით ამერიკელები რამდენიმე დღეელოდნენ ირანელებისგან თანხმობას, რომ ანკარაში შეხვედრა შემდეგ არ იყო. აი, ეს არის ძალიან საინტერესო. ერდოღანი აკეთებს განცხადებას ამ საჰაერო შეტევების განხორციელებამდე დაახლოებით 10 საათით ადრე, მაგრამ მანამდე ამერიკელები ელოდებიან პასუხს ხამენეისგან და ხამენეი არ ჩანს. ანუ ერდოღანი, რომელიც მხარს უჭერს ხამენეის და ამბობს, რომ ისრაელს არ აქვს ამ შეტევების განხორციელების უფლება და შეერთებული შტატების ჩართულობას ჩართვას არც ელის იმ მომენტისთვის, სწორედ ტრამპთან ერთად ალაგებს ამგვარ კომბინაციას, რომ შეხვდებიან ხამენეის, შეხვდებიან მაღალი ალბათობით სტამბულსა ან ანკარაში და იქ მოილაპარაკებენ. ტრამპი მზად არის იმისთვის, რომ შეხვდეს, ოღონდ ხამენეი არ ჩანს. ეს შეხვედრა არ შედგა იმ მიზეზით, რომ სიკვდილის შიშით ვირთხასავით დამალული ალი ხამენეი, რომელიც ტერორიზმის სპონსორია მთელს რეგიონში, მიუწვდომელი აღმოჩნდა და მასთან კავშირი ვერ დაამყარეს. ანუ ერდოღანმა აიღო ტელეფონი, სადა დაკავშირება, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ, დიპლომატიური გზებითაც ვერ დაუკავშირდნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა ხო და რეგიონ სპორტის ფედერაციის მიუღია და მასთან კავშირი ვერ დაამყარეს ქვეყნის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტი იგულისხმება. კაცმა რომ თქვას, მიწის ქვეშ სამუდამოდ დარჩენას დიდი სიემოვნებით ვუსურვებდიო, წერს ზაზა. ეხლა ჩიხება მიწის ქვეშ სამუდამოდ დარჩენას. ამენეი გადარჩება თუ არა, არავინ იცის. ბევრი ვარაუდობს, რომ გადარჩება, ბევრი ვარაუდობს, რომ ვინაიდან და რადგანაც ირანელი ხალხი მაინც ვერ მოახერხებს მის დაყირამებას, შესაბამისად ის გადარჩება, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ ირანი უკვე ვეღარ იქნება და აღარ იქნება ისეთი საფრთხე სოფლიოსათვის, რეგიონისათვის, როგორც იყო 2 კვირის, ასე მაგალითად 2 კვირის წინ. იმიტომ რომ კვლავ მეორემ განადგურებულია. თუმცა ეცდება თუ არა ისრაელი, ეს ღმერთმა უწყის, ისრაელი მისი ბირთვული პროგრამის ხასუსვამ ისრაელი კვალ ან გაგრძელებად ხამენეის რეჟიმის განადგურებას, მოსპობა განადგურებას, გაქცუნებას, გაქცევას, ხო, მასზე ერის მიიტანს თუ არა, ეს ღმერთმა უწყის და შეერთებული შტატების იმედი უნდა ჰქონდეს თუ არა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, გაგიკვირდებათ და არა მხოლოდ ოვალურ კაბინეტში რომ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებაზე და ვინ მოახდენს არსებით ზეგავლენას პრეზიდენტ ტრამპზე, არამედ დამოკიდებულია სწორედ ირანის რეჟიმზეც, რომელმაც უნდა აღიაროს ახლავე მარცხი, ან უნდა თქვას, რომ
არ ეგუება, არ ეპუება ამ მარცხს და ყველგან მიაყენებს ზარალს და ზიანს და იერიშს მიიტანს როგორც ისრაელზე, ისე შეერთებულ შტატებზე. აი ამაზეა ხამენეის რეჟიმი და ხამენეის რეჟიმის არსებობა და მოკიდებული. მისი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს ხანებში თუ დღეს არა მიემგზავრება, შემიძლია გადავამოწმო. მიემგზავრება ვაშინგტონში, კი არა მოსკოვში, ვაშინგტონში ვიღა მიიღებს და იქ მოსკოვთან ეცდება ურთიერთობის დალაგებას მიუხედავად იმისა, რომ ირანი გვარიანად შემომწყრალი იყო და გაბრაზებული იყო მოსკოვზე იმისა და გამო, რომ მოსკოვმა პრინციპში ის მიატოვა და არ შეასრულა მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში გაფორმებული ხელშეკრულების ის პუნქტები, რომლებიც ურთიერთდახმარებას კრიზისულ ვითარებაში ითვალისწინებს ირანსა და რუსეთს შორის იყო გაფორმებული ეს წელს ეს ხელშეკრულება. რუსეთი რომ ამგვარია და გადამგდები, ამის ნათელი დადასტურებაა სირია და ნათელი დადასტურებაა სომხეთი, რომელიც მისი მოკავშირე იყო, მაგრამ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, სომხეთი განშორებოდა მას, მიატოვა რა ყარაბაღის ბოლო ორ ომში. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ამასობაში მე სხვა რამეს ვეძებდი და სხვა რამე კი შემომხვდა, ამბობს, რომ ირანელები აშკარად არ არიან ძლიერები ომში. ჩვენ არ გაგვინადგურებია დიპლომატია, ეს თავად ირანელებმა არ მისცეს ამ დიპლომატიას ნამდვილი შანსი. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს რეჟიმის ცვლილება ირანში. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს, მეთქი ასე ვარაუდობ მე და მე ვინა ვარ, სხვებიც ამას ამბობენ, რომ სახმელეთო ოპერაცია და ამ შეცდომაზე კი შეერთებული შტატები ნამდვილად არ წავა და შესაბამისად მიანდობს თავიდან ბოლომდე ირანელ ხალხს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რა უნდა უკნან ხამენეის რეჟიმს. ჩვენ შეგვიძლია გქონდეს კარგი ურთიერთობა ირანელებთან, ოღონდ აქაც დამოკიდებულია მათ შორის ხამენეისთანაც მეთქი ესე როგორ თქვა, მაგრამ მაინც შეერთებულ შტატებს შეუძლია მისი დალაგება ურთიერთობისა, ოღონდ ხამენეის რეჟიმი უნდა იყოს ადეკვატური და ხამენეის რეჟიმი რომ ადეკვატური არ არის, ამ ინფორმაციას ვეძებდი სწორედაც რომ ჩვენ ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნით არ ვართ დაინტერესებულნი, ეს წამია წავიკითხია და მე 25 წამით ადრე ვთქვი. ხო, ამასობაში წავიკითხოთ, რომ ლავროვის განცხადება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული ავადმყოფები უხეშად არღვევს საერთაშორისო ბლა ბლა ბლა. უკრაინას რო არ ტყავდა ამ კალანტაროვ ლავროვის შეიარაღებული ძალები, იქ არ არღვევდა რას არღვევსო? საერთაშორისო სამართალს. მიუხედავად იმისა, რა არგუმენტებითაც ცდილობენ მათ გამართლებას. დიახ, რა არგუმენტებითაც ცდილობდნენ და ცდილობენ რუსები გამართლებას უკრაინაზე მიტანილი იერიშებისა, ხო, ეს არც ცვლის იმას, რომ მათ დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი და ყველაფერი დაარღვიეს. ამასობაში ჰექსეძეც ვილაპარაკოთ, ირანის ბირთვული პროგრამა განადგურდა შეერთებული შტატების ავიადარტყმების შემდეგ ბრძანებს თავდაცვის მინისტრი, რომელიც სიმართლე გითხრათ მე მაინც და მაინც არ მეფიტნავ ემამეთკი, ამასაც გეტყვით, ლავროვი ისევ წავიკითხოთ, ხო, ამ კაცრად გმობს, აქ უკვე სირსკი და აი ეს ინფორმაცია, რომელსაც ვეძებდი, აბას არახში გუშინ განხორციელებული თავდასხმა დიდი მასშტაბის მკვლელობა იყო, ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანისა, გადარჩენილი და ჯერ თანამდებობაზე მყოფი, თუმცა ვარაუდობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევე როგორც მთლიანად აიათოლების რეჟიმი და ის ხელისუფლება, რომელიც მართავს ახლა ირანს ის შესაძლოა აღარც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი ამბავიც არის ქაოსი ერიდება, ქაოსს უნდა რომ ასწრეს ცივილიზებული სამყარო ირანის უკაცრავად ისრაელს სულ ბოდიში ალბათ ესე არ არის, მაგრამ ასე ვიტყვი ფეხებზე კიდია თავარია რომ განადგურდეს აიათოლების რეჟიმი, ახლა უკვე ეს ამოცანაა ისრაელის წინაშე, თუმცა შეერთებული შტატები ამ თვალსაზრისით წინაღობა შეიძლება იყოს და ისრაელმა შეიძლება უკან დაიხიოს მით უფრო ხსენებული თურქეთის პოზიციის გამო, რომლის ლიდერობას კვლავ ვიმეორებ დაიჭირა მკვეთრად ანტი-ისრაელი პოზიცია და იმის გამო რომ დააშოშბინონ ახლა ერდოღანი, რომელიც ცხადია თავის მხრივ არის გაბრაზებული, ხო, მათ შორის ამერიკელებზეც მეთქი, მაგრამ ამერიკელებს ვერაფერს ვერ გაუბედავს. ხო, იქნება და ეს იყოს შუალედური ვარიანტი, რომ ხამენეის რეჟიმი შენარჩუნდეს, ოღონდ გადემოკრატიულდეს და ეხლა რა ვარი მოსათხოვრია მისგან გადემოკრატიულობა. მე სხვა ინფორმაციას ვეძებდი ამასობაში მედვედევის შემომხვდა, რომელიც სისულელებს ლაპარაკობს და აღარც გავამახვილოთ ამაზე ყურადღება და პრინციპში აი სწორედ აბახჩის ერთი განცხადება მინდა რომ ჩაგიკითხოთ, უბრალოდ ვერ შევხვდი და აქენა გამომდინარე და აი აქ არის, ბოდის ვიხდი, აქ არის, დიახ. უკაცრავად მარადიული შედეგები მოჰყვებაო, ამბობს აბახჩი
ირანი იტოვებს ყველა შესაძლო ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის ინტერესებისა და ხალხის დასაცავად, ოღონდ ეს არის ბაქი-ბუქი და არა უმეტეს. ახლა კითხვა მთავარი ჩვენს კონტექსტში მნიშვნელოვანი კითხვა, რას აპირებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება იმ გარკვეული ალბათობით, მაინც ასე უნდა ვთქვა, ზომილად ვიტყვი, იმ შემოტევების გათვალისწინებით, სტოლბულთა ნაკადების გათვალისწინებით, რომელიც იქნება ჩვენს ქვეყანაში ალბათ უფრო სომხეთის გავლით, რას აპირებს. აი ის კობახიძე, რომელიც ირანის პრეზიდენტის გასვენებაში იყო და სიკვდილი ამერიკას ამას უსმენდა, ის რას აპირებს. და მე გეტყვით, რომ ვერაფერს ვერ აპირებს, იმიტომ რომ მას რესურსი, იმისა რომ შეაჩეროს სტოლბულთა ნაკადები არ აქვს. და პირიქით, ვინც ის იქნება კარიც კი გაუხსნას. კი, ოღონდ მე ამას მაინც და მაინც კრიტიკულად კი არ ვიაზრებ, კი არ ვაკრიტიკებ. ქალებს და ბავშვებს აბა რა უნდა ქნა. გავბედავ და ვიტყვი და ამით გამოვიწვევ გულის წყრომას იმ ჩემი მაყურებლისა, რომლებსაც აქვთ ეს რაღაც მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ არავინ არ უნდა შემოუშვათ. პირველ ყოვლისა რუსები არ შემოგვეშვა, ასე ვიტყვი. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან საფრთხილოა, ვინ იქნებიან, რამდენად იქნებიან სპეცსამსახურების წარმომადგენლები შემოპარულნი ამასობაში, რას გეგმავს ირანი, რა პოლიტიკა გაქვს. ამათი პრობლემა არის ყველაფერთან ერთად, რომ გარდა ამისა, რომ არიან რუსები, პრორუსები და ასე შემდეგ, არიან არაკვალიფიციურები, რომლებიც ოხანაშვილის იმედად არიან, რომ ოხანაშვილი რამეს გაარკვევს სადმე, მესი დაზრობა თუ კონდა დაზრობა და რამეში გაგვარკვევს უკვე შემდგომ ჩვენ წარმოიდგინეთ ოხანაშვილი, რომელსაც ზარქუას ტვინი აქვს. არა, მეტი კი არა აქვს მართლა, მასშტაბში არაფერი არა ის სხვაობა მათ შორის არ არის. ხო, ოხანაშვილზე ვარ ჩამობღაუჭებულნი, რომ ოხანაშვილი გვიხსნის და ესე ხო არ არის. ამიტომ სულ დღეშია მეთქი ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოზიციის დაფიქსირებაა დასაკურველი ისრაელის და შეერთებული შტატების კენ პოზიცია უნდა დააფიქსიროს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ამაშობაში მავიწყდებოდა მინდოდა კიდევ ერთი საინტერესო ავტორის სტატუსის ნაწილის ჩაკითხვა მაინც და ამასობაში შემომავიწყდა ვინ არის ეს საინტერესო ავტორი. გიანოდიას ქონდა კარგი სტატუსი, ვაღიარებ სხვებსაც ზაზასი და ირაკლი მელაშვილისაც წავიკითხე და თუ არ ვწდები კი არა, ბოდიში აი სწორედ საქართველოს კონტექსტში ეს არის ლევან სუნცქირიძე, კი გამახსენდა და კარგია. ლევანი, სად არის? ვრცელი სტატუსი ამასაც ახლა ბოლომდე მე არ წავიკითხავ. მის პოლიტიკურ ჯგუფზე რას ამბობს, ეს ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა და შეერთებული შტატების ახლა ეს ვრცელი სტატუსი ამასაც არ წავიკითხავ ბოლომდე, თუმცა მის ბოლოს თუ არ ვწდები, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ უნდა გავაზრიოთ წინააღმდეგობა ქვეყნის შინ და ვიზნოთ იმას, რომ საქართველოს საკითხი კი არ ჩამოსცილდეს დასავლურ პოლიტიკურ წესრიგს, ეზოში ყებდა ბამბურა მურა. უნდა გავაგზავნოთ წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით, რომ საქართველოს საკითხი კი არ ჩამოსცილდეს დასავლურ პოლიტიკურ დღესწესრიგს. პირიქით მას უნდა მიენიჭოს ახალი მნიშვნელობა და ახალი როლი. ეს არის ლევანის ერთი მოსაზრება, თუ ომის შემდეგ ირანი დასავლეთთან მეტად ინტეგრირდება, ან მინიმუმ ნაკლებად იზოლირებული გახდება, საქართველოს აქვს შანსი გახდეს ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დამაკავშირებელი რგოლი ირანული ენერგო რესურსების ტრანზიტში. ხო, ეს იმ შემთხვევაში ლევან მე რა უხდება მაგ შეესწორება შევიტანო, თუ მართებულად ბრძანებ, რომ დასავლეთთან მეტად ინტეგრირებული იქნება ირანი და ინვესტიციები ჩაიდება იმ ახალ ირანში, ოღონდ ამ შემთხვევაში, სწორედ იმ შემთხვევაში აიათოლების რეჟიმი უბრალოდ არ უნდა არსებობდეს და ეს არ არის ერთ და ორ წლიანი პროცესი, აიათოლების რეჟიმის მოცილება შესაძლოა ორკვირიანია მართლა, მაგრამ არ არის ირანის გადემოკრატიულება და ნორმალურ ტალღებზე დაბრუნება 1 და 2 წლის პროცესი და მათ შორის ინვესტიციების თვალსაზრისით საკლაპარაკია მაინც ლევანის სწორს ამბობს თუ ამას არ ვიცი მართლა გითხრათ, მაგრამ ამას გულისხმობს უთუოდ, რომ ირანი ჩრდილოეთით არის აურაცხელი ბუნებრივი აირი, ასე მაგალითად თუ არ ვწდები მეორე საბადოა მსოფლიოში სიდიდით და ამ ყველაფრის გაერთიანება აზერბაიჯანულ და თურქმენულ კასპიის ზღვის იქით მხარეზე ლაპარაკობ. ახლა რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისათვის და მით უფრო სააშუადერეფანი, როცა აშუადერეფის ქვეყანა როცა ხარ საქართველო, მაგრამ ეს არ არის 2 წამიწლის ამბავი, ისე როგორც სომხეთის დეიზოლაცია ამ თვალსაზრისით, სომხეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვა არ არის 2 წამიწლის ამბავი.
სამხრეთს დიდი ინვესტიციები დასჭირდება იმისათვის, რომ თუ ეს ყველაფერი გაიჩარხა და თურქეთთან ურთიერთობა საბოლოოდ დაალაგდა და სამხრეთ ევროპისთვის ენერგომატარებლები უნდა მიწოდებული იყოს სომხეთის გავლით-აც, ხო? ეს არის დიდი ხნის ამბავი და ამასობაში უნდა დავამთავროთ ჩვენ ხელისუფლებად წოდებული ბანდა ივანიშვილის, რომელიც ამასობაში კი არა, მანამდე უნდა დავამთავროთ ბევრად. დავამთავრებთ თუ არა, ხო, სიკვდილი ამერიკას ვინც ყიროდა, ვინც ისმენდა ამ მოწოდებებს თეირანის ცენტრში, ხო, მისი ხელისუფლება წესითა და ლოგიკით უნდა მალე დამთავრდეს. ამას ხდება თუ არა ბიზნე ივანიშვილი, მე ვერ გეტყვით, არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მე ისიც არ ვიცი, რას იტყვის ივანიშვილი და მისი ჯგუფი ამასთან დაკავშირებით. გოგა ხაინდრავაზე ვლაპარაკობ, ხო ხდებით ახლა სერიოზულ თემებზე ვლაპარაკობ და სერიოზული ბილი დარჩა თამათ, მაგრამ მაინც ოფიციალურ დონეზე ვლაპარაკობ. რას იტყვიან პროირანულ პოზიციას მე ვეჭვობ, რომ ვერ აიღებენ, პროისრაელურ პოზიციასაც ვერ აიღებენ, იმიტომ რომ Deep State ამ შემთხვევაში მოკლედ აირიან ძალიან, და ოპოზიციობაც რომ არ გამოვა, ესეც ფაქტია, ბოდის ვიხდი მე ამასობაში ჩავხედავ ერთ ამბავს. ხო, ძალიან საინტერესო მესიჯი მაქვს მე ძალიან ცნობილი კაცისაგან. რუსულად არის და წავიკითხა будущее американской мягкой силы, რომელიც არის ჯოზეფ ნაის სტატია, ეს არის დეკანი ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლისა, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანაშემწე იყო ოდესღაც, მაგრამ ამ სტატიას ახლა მე ვერ წავიკითხავ, თუმცა სურვილი კი მაქვს. ვახლაპარაკია იქ ჩინეთზე, ასე მაგალითად. ვიეტნამისა და ერაყის ომზე, კამპანიაზე, ამერიკულ დემოკრატიაზე, ტრამპის მიდგომაზე ჩინეთის მიმართ 26-ში რა ხდება, 26 წელს რა მოხდება და ასე შემდეგ. კობახიძე, ირაკლი გაშეჩილი ბიჭია. მე მგონი რომ ერხევა და რითმა კი ვეღარ მოვნახე. ისრაელს გაუმარჯოს და შეერთებულ შტატებს გაუმარჯოს, რა საკვირველია და ირანსაც, ირანელ ხალხს გაუმარჯოს, აქვე უნდა ვთქვათ, ხმამაღლა.